საერთოდ არ მიყვარს რა. ოჯახის წევრებზე ლაპარაკი, ცოლებზე, მეუღლეებზე არ არის რა ეს ჩემი თემა, რასაც არ უნდა იძახდეს რა, იმიტომ რომ პოლიტიკისგან მართალ შორს არის ეს მხედველობაში მაგ ნადარეიშვილი რა ბაჩო ახალაიას მეუღლე რა. აი პროსტო უნდა უთხრა რა. იცი აი ორი სიტყვით მე მინდა გითხრა რომ აი რა გითხრა რა. ჩემი ძმაკაცები იყვნენ ისინი ყველანი ეს ვინც მეგიზა ქარდავა და კოხტა კოდუა და ის კასტილიანი კაცი და იქ სამეგრელოში რაც ხდებოდა სუშენი მაგის კლასელები რო იყვნენ და აწამებდნენ და აუბადურებდნენ ეს ვისი პასუხისგებლობაა ბაჩოს პასუხისგებლობა არ არის რა სიძახი გამაგებინა რომ ერთი კაცი მანახეთ ბაჩოსგან ნაწამებიო ისინი თუ აწამებდნენ ბაჩოს არ ეხება ეგა ბაჩოს შეიძლება კონკრეტულად ხელში არ წაუჭერია და არ დაუქჩვია არავინ მაგრამ ეს პასუხისგებლობა ყველა სიროა შენ არიცი და მე მგონი არიცი და მაგიტომ არ მინდა შენთან აი ამ პოლემიკაში და იმასი შემოსვლა რა ქურდების თემა ქურდების აი ეს ცალკე თემაა კიდე ნო არ ვიცი რა ქურდებს ახსენებთ საერთოდ იცი როგორ დაიწყო ქურდებთან ბრძოლა როგორ შეეძლოთ ამა ჩვეულებრივად გაეშვათ ქვეყნიდან და ეს არ დაემცირებინათ ესეთი ღირსების აყრა არ გაეკეთებინათ მაგრამ არ იყო ეგ ბაჩოს იდეა ეგ სხვა ადამიანის იდეები იყო იქ ყველაფერი ვიცი მე ვინც იყო და რაც იყო და ვინც შესთავაზა ბაჩოს თავის სააკაშვილს ეგეც ვიცი ნიკარურუა იყო ეგ ადამიანი თითქოს არაფერი არ ვიცით ხო? ყველაფერი ყველამ ძალიან კარგად ვიცით რა და ნიკარურუა სატო უნდა და ქურდებზე შურის ძეება ეგეც გითხრა? გეტყვი? პაატა ჩლაიძე რომ მოკლეს მაგის მერე ეშინოდათ მაგ ქურდების და მაგითო გადაწყვიტა ლასტი რომ ეცა ქურდების დაპიზდვა ბოლომდე რა და გააკეთა კიდევაც ეგ ამბავი და შეასრულებდა ბაჩოს აი ეგ მოხდა ღირსება რო არ გეყარათ უსამართლოდ იმ ქურდებისთვის არ შეგეძლოთ მაგრამ ღირსებას უყრიდით და ეგ იყო მთელი უბედურება მანდ და ღირსების აყრას ქართველი კაცი არც ციხეში შეეგუება და არც ციხის გარეთ ხო ვერ გატეხეთ მაინც ამათ გონიათ რომ ეხა მე ქურდებზე ზედამთვარე ამომდის ყავს არავის უსამართლოდ ღირსება არ უნდა აყაროთ მით უმეტეს უდანაშაულო ხალხს რომელსაც უბრალოდ ეუნებოდით რომ ქურდი ხარ და თუ გეუნებოდათ ქურდი ვარ всё მორჩენილი იყო არა იმათში არ შეიძლებოდა მაგათ პანიმანიებში თუ რაღაცებში არ არის რომ არ თქვან რომ ქურდი არა ვარ და მაგაზე ყავდათ დაჭერილები რა საქართველოა თბილისია ყველაფერი ვიცით რა რატო იყო პაატა ჩლაიძე ჩარეული ამ თორაძეების და ვიმეების ბოროტების და ვერელების ამბავში რატო იყო მითხარით შერიგება უნდოდა მაგ ხალხის და ვერ აიტანეს ეს მაშინ კონკრეტულმა ადამიანებმა რა და დაუწყეს რა ვლასტი რომ მიეცათ ქურდებს ბრძოლა და მოკლეს მაგარი ადამიანი სხვათა შორის ძალიან რა არა რაღაცაზე არ გინდა ლაპარაკი და მაინც გამოდიან და იმაშებიან თითქოს არაფჭალით არის პროსტო დაყოლი და ბაჩოს არავით არის და სანთლით მანახეთ კაცი ვისაც ბაჩი რა ბაჩოს აწამება რა შუაშია აჯერს არ უწამებია ჯერ არა კოხტა კოდუას არ უწამებია რა თქმა უნდა ბაჩოს ქანდავს არ უწამებია კასტილიანს არ უწამებია თვითონ ბაჩოსაც უწამებია ხო და მაგაშია საქმე და არ ვაგინდა რომ ჩაერიო რა რაღაც ქალია და ცოლია და არ მევასება რა ადამიან გოგოსთან ამ მით უმეტეს ოჯახის წევრთან ამ თემაზე პოლემიკა და ლაპარაკი და მაინც იმაშებია არა შენ არა მე ვიცი რომ შენ არ გინდა მე მინდა და მე მაქვს ალაპარაკო რეალურად იმიტომ რომ მე აი ეს არ მოსულა ხა ამ თემის მე სპეციალურად რომ ამომივარდა ეს პატარა მოკლე ვიდეო სადაც იძახის რომ კელაპტრით თუ რაღაცით არ ვიცი ეძებს დაზარალებულებს ბაჩო ახალ ეს უტიფრობაზე უტიფრობა ჯერ მარტო 4 საქმე არის რომელშიც ბრალი აქვს წარდგენილი ეს ბრალი წარდგენილი საქალაქო სასამართლოს მერე სააპელაციომ დაუტოვა სააპელაციოს მერე უზენაესმა დაუტოვა უზენაესის მერე სტრასბურგში წაიღეს და სტრასბურგმა დატოვა
ძალაში და სტრასბურგმა ვერ გამოავლინა, რასაც ჩიოდნენ რეალურად ეხლა რომ დადის ეს გოგო და უტიფრად სადღაც ეთერ ყვება იმ ამბებს, რომ ესო რა ქვია, გამართლდა ესა ახალაიაო და ესა ბევრ რაღაცაში არაფრად ორ საქმეში არცნეს მარტო თამნაშავე და რაც შეეხება რაზე დაობდა სტრასბურგთან დაობდა რომ მე პოლიტიკური დევნის გამო ვიჯექი ციხეშიო. რაზეც სტრასბურგმა უთო არა ჩემო გარკვევა. არ გამოვლენილა ეგო. ზუსტად იყო პროპორციული სასჯელი მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე. სტრასბურგის საქმე წერია პირდაპირ. მე ამბობს რომ სანთლით ვეძებ, აი მე მაქვს ახლა აი აქ ძალიან უბრალოდ სანამ დავასრულო დასასრულს ვეტყვირადო. ძალიან პატარა სია მაქვს, რომელსაც არ ჩამოვთვლი, მაგრამ ნუ ყველა ვნახეთ იქ სოზარმა ილაპარაკა ცოტა ხნის წინ, შარაძის ქალიშვილმა ილაპარაკა ცოტა ხნის წინ, იმ ზერიკიძემ ილაპარაკა ცოტა ხნის წინ. მაგას თავი დავანებოთ. სად უნდა ნახოს ანნა დარეშვილმა სანთლით, სად უნდა ნახოს და სახელმწიფო დამცველის საპარატოს ანგარიშებს გადახედოს. ციხის ბუნტის დროს რაც მოხდა ციხის ბუნტის დროს რაც მოხდა აი გაუნათი გზა რა აი ამითი უნდა გაინათო მართლა გზა რომ ციხის ბუნტის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს შეიაროს დაანებე გარდაცვლილებებთან ვინც დაზარალდა იმ ბუნტის დროს ვინც დაზიანდა იმ ბუნტის იმეთი ოჯახის წევრები ნახოს ცოტა თეთრაძის ოჯახის წევრები ნახოს ნაცლუღის სპეცოპერაციის დროს აღუპული ადამიანების შავაძის ოჯახის წევრები ნახოს პრობლემა არ არის პრობლემა და აი აქედანვე მინდა უთხრა მე ანნა დარეიშვილს რომელიც სხვათა შორის იძახის რომ მე ყველგან შემილიაო ვიარო იმიტომ რომ მე ხალხში მართალი არ ხარ ხალხში მართალიანი არანაირად ეთერს იხსოვს ხო ვინმე დამიჯდესო არა მე მაგას არ დავუჯდები აი მე დავუჯდები და მე გავესაუბრები მას მთელი მტკიცებულებებით კადრებით მოწმეების გამოკითხვების კადრებით ყველა არქივით აბსოლუტურად მე დავუჯდები და ის დამიჯდეს და მოყვეს ერთი როგორ ეძებს სანთლით მისი ქმრის მიერ დაზარალებულ ადამიანებს რა ოქრო ხარლი მე დაგითმობ ეთერს. აი ეგ იქნება იდეა. მე დაგითმობ ეთერს და თქვენ ილაპარაკეთ რა. კი, აი მოვიდეს. ხო უნდა ეთერი, ხო უნდა ვინმე დაუჯდეს. აგერ ახარ და დაუჯექი და მოვიდეს და დაждდეს რა. აგერ პირდაპირ აგერ გითვლის ლიზა რომ მოდი და დაილაპარაკეთ. არ არის არანაირი პრობლემა რა. ახლა იცი რას გააკეთებს გია? წავა სახლში ამას ამოჭრის. გაუშვებს, აი ეს თავის მონოგამურ ვიდეოებს ეწეს ესე რომ მოჯდება ხოლმე ესე და ვითომ რომ ძალიან სარკასტული სახით და რაღაცა პატარა კომენტარებს ვაკეთებს, მასე არა. მას აი აქ მოვიდეს და აი აქ დაგველაპარაკოს რა. და რაც შეეხება მის ქმარს და მისთვის გმირ ადამიანებს, აი პატარა კომენტარი ჯერ პირველ რიგში მინდა რომ აი ის გავუშვათ რა ქურდების ძეგლის ჩამოშლის ამბავი, საერთოდ ლაპარაკობს ეს გოგო რა. და პლუს მინდა რომ გავუშვათ ბოლოს რას იძახის ეს გოგო რომ ერთ-ერთი ვიდეო მაქვს მოვიპოვოს, ეს იძახის რომ ჩვენი დროის სასამართლო რო იყოსო ბაჩოცო და კიდე ბევრი სხვაო თავისუფალი იქნებოდაო. მითი გავუშვათ ერთი რა, ვაფშე რაც გვაქვს ამ გოგოსი პატარ-პატარები, აბა გავუშვათ. სუსუ პატარები არის. და მე პატარა რეპლიკა მექნება ახალაიაზე. თვითონ ახალას ვიდეოს მოვამზადებ. კი ბატონო, გავუშვათ აბა. ია ხელმძღვანელობდა იმ ცნობილი ბუნტის ჩახშობას, რომელსაც ადამიანები ემსხვერპლენ. სანთლით ვეძებდი სულ ადამიანებს, რომლებსაც პირადად ბაჩომ რამე დაუშავა. როცა შევიდა ერთ-ერთ ქსნის მაგალითად იმაში რა ქვია იზოლატორი კი არა ციხეში იქ მაგალითად ქურდის ძეგლი იდგა ეზოში და როდესაც იკითხა რომ ეს რა არისო აქ მოტოციკლეტითო დადიოდაო და აილეწაო და აქ მოკვდაო და ძეგლი ედგა და წყარო ქონდა რაღაც თავისი და როდესაც ბაჩო მიდგა და არ უთხრა ჯერ თხოვა თანამშრომლებს ეს დაანგრიეთო იმიტომ რომ კულტი იყო. წარმოიდგინეთ, კულტი იყო ციხეში კანონიერი ქურდის. და როდესაც უთხრა რომ დაანგრიეთო, არავინ არ მიეკარა. და თვითონ დაანგრია ბაჩომ. ჯერ მე უნდა გავაკეთე ძალიან. ხო, ჯერ ძეგლი. ციხეზე და ქურდის ძეგლზე ციხეში. აი ბებოს. აი დალმაგარია. აზორა ახაიანის ძეგლი იდგა ხო? თუისი ძეგლი იდგა. მოქანდაკე ვინ იყო? მერაბა იყო, ბერძენიშვილი თუ ელგუჯა აბაშუკელი. აი რა საკიშეც ლაპარაკობს. შეგვეგონია არავინ არ არის აქ სანში დამყოფი ციხეში რა ქურდის ძეგლი იდგა. აი არ ვიცი, კაი. ახლა ამ დემონტაჟი გააკეთა. ლიზა ვიდი ლაპარაკობს. არა, აქ ახლა ხო, აი იცი რა მინდა, მე მინდა ერთ პატარა ვიდეოზე გავამახვილო, მაგრამ ერთხელაც ვთხოვთ რომ გავუშვათ ვიდეო, აი სადაც სასამართლოზე ამბობს ეს უტიფარი გოგონა
თავის რა თქმას, ძალიან მოკლე ვიდეოა. ხო, აი ბოლოში რო თქვა, ხო? ხო. ჩვენ დროს სასამართლო რო, ჩვენი სასამართლო რო იყოსო. ჩვენი სასამართლო რო იყოსო რა, ყველა გარეთ იქნებოდაო რა. ხო. ანი მათ. რას ნიშნავს ჩვენი სასამართლო? ჩვენი სასამართლო რო იყოს, ბაჩუ ახლა გარეთ იქნებოდა და დანარჩენებიც გარეთ იქნებოდა. აი ეს არის ყველაფერზე აბსოლუტურად მისი მხრიდან გაცემული პასუხი. მოწმეებზეც, სამხრეთსაძიბრებზეც და დანგრეულ ოჯახებზეც, განადგურებულ ჯანმრთელობაზეც, მოკლულ ადამიანებზეც აი მარტო ამ პატარა ვიდეოთ შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ ყველაფერს, მაგრამ ანის ველოდები ეთერში აუცილებლად და იმედია იქიდან რაღაცა სარკასტულ ვიდეოთი არ შემოიფარგლება. არა, ბურთი მაგის მხარეზეა, მაგას უნდოდა ეთერი რა, ვინმე დამიჯდესო იძახთის და მოდით და დაჯიქით და ილაპარაკეთ რა. მე ავდგები, გავალ, არ შეგი გოგოებმა ილაპარაკეთ ამ თემაზე რა. კარგით. მოკლედ რისი თქმა მინდოდა ნიკა რურუა ვახსენე და ეს ვახსენე. ნიკა რურუა იყო თქვენი ტვინი თუ ძალიან გაინტერესებთ რა. მაგიტო ხართ ეგეთ დღეში ხა ჩავარდილები რა. მაგრამ ეს ტვინი არასწორად მომართა. ჩემი აზრით თავის ცხოვრებაში. ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე შეიძლება გაეკეთებინა. ძალიან ბევრი, იმიტომ მარტო ტვინიანი კაცი იყო. სხვანაირად მომართა თავის ცხოვრება. ჯაბას დროსაც, მიშას დროსაც და იმიტომაც გადაყვა ამას, რომ ძალიან ნერვიულობდა და განიცდიდა ამ ყველაფერს. სხვათა შორის რო იცოდეთ რა. ეს რაც შეეხება ნიკა რურუას რა.